Hi, ხალხო, როგორ ახართ? ხო ხართ კარგად. ცოტა არაადეკვატური სახე გვაქვს, მაგრამ ნახეთ, არ არის პრობლემა. ახლავე მოვალ ხასიათზეც. ხასიათზე კი არა ვარ, მაგრამ იმაზე მოვალ რა ქვია ენერგიაზე. უნდა დაგათვალიერებინოთ რაღაცები. მოკლედ რაღაცები ვიყიდე. ნაწილს გაჩვენებთ. ხო და ის არის რა ქვია. მეთქო. ხო მეცადეთ მოვიტანო. ყავას ვიტუღებ, იმიტომ რომ ადამიანი ის მაქვს იერსახე დაკარგული. ხო და ის არის რა ქვია. დაველოდოთ ათუხდეს მოკლედ ჩვენი საყვარელი ყავა და მერე დავიწყოთ ჭორაობა. ეს დასახში ვიყავი. მამამდე ფარმადეპოში ვიყავი. და რავი, სად არ ვიყავი მოკლედ. ჩემი კაც უნდა გაჩვენეთ. სიყვარული კაცი უნდა. კაი, ჩემი ფავორიტი სიყვარული ასევე ეს დედას ნაჩუქარია. და ძალიან ბევრი რამ. მაგრამ ეხლა მაგისთვის არ შევიკრიბეთ აქ. სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, სხვათა შორის ესეც საჩუქარია, რომელიც ძალიან მომწონს. აი მინდა რომ შკი ჩავაქრო და ისე გაჩვენოთ. ძალიან შეყვარელია. ხო და ეხლა გავთიშოთ, რომ დიდი ხანია ის არის რა ქვია. ჩართულია და დაჭდება. რაო სიყვარულო. შენი ის თბება თქო, მცივდება და საკვები. მოკლედ, ვაიმე რა დამემართან და მოგიყვეთ. აი, მართლა უკვე მგონია, რომ რაღაცა ის მჭირდება, რა ქვია, გრძელვადიანი შელოცვები. გაიგეთ ალბათ ხო, ჩემშულ, მაგრამ ძიღაღა და მოვყვები დედა ახლავე გადამოვაგდებ ენას, ოღონდ უნდა დავჯდე და ყავასთან დავჯდეთ, მოკლედ, მეტი არაფერი არ მინდა ეხლა. თვალში რაღაც ჩამევარდა თითქოს. დღეს არის პარასკევი დღე. მაგრამ ვლოგი იქნება ესე ნაკუწა ესე სხვადასხვა დღეების შეკრება. მანამდე ჩავაგდოთ. თითქმის უკვე ადუხდა ჩვენი ყავა, კომპოსტები ვიყიდე. მაგრამ იმდენად ცხელ პარკში დებენ ცელოფანში პარკი გასაშინებელი. ჩემი სიყვარული ყავა. გიყვებით ახლავე დავჯდე ერთი. დავეტიო. ამდენი ხანია ყავაზე არაფერი მიმიყოლებია. უკვე დამავიწყდა კიდეც ეგ როგორი შეგრძნება. მაგრამ არა უშავს. ახალი წლისთვის ისეთ სასწაულ შოკოლადებს ვინახავ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხო და ახალი წლის დღეებში დარღვევის დღეები გვექნება რამდენიმე 1-2 ვერ გეტყვის, მაგრამ რამდენიმე ოცნებით იქნება. ხო და ის არის რა ქვია. მოდი ხა ჯერ ყავით გაგვიმარჯოს და მერე დავიწყოთ რა გვაქვს და რა დე? არა ფეთქდება საყვარელო, უბრალოდ ელემენტი დაჯდება. ეხლა უნდა მოგიყვეთ როგორ დამიგორძნენ კომპოსტოები შუა ნიკომარის ტერიტორიაზე. ესე იგი ხალხო. არა, სიყვარულო, ძინი ბრალი არ არის და ხო ყველა კი გავბრაზდი მომენტში, მაგრამ რეალურად ეხლა მოვყვები და მოკლედ. დედიკო, შეკერგი ყურე, გისაყვედურე. მოვყვედე და ერთი წამი, ვამე თვალში რაღაც მაქვს ჩავარდნილი. მის ხემში ვურეკავ ხოლმე მამა ჩემს, რომ ბარგი რომ აქვს, ან რაღაც ამდაგორი მამა ჩამომაკითხე მანქანი. ხო, მოდი რაღაც შემაგრილა, ამიტომ წინა წელს ჩემმა სასწაულმა სანტამ რომ აჩქა ეს სასწაული შარფი, ეგ მოვიხუროთ. ვაიმე დედა,
უთბილესი ღუნღულა ხალხო თხელი როა ამან არ მოგატყუოთ აი უთბილესი ნუ რაღაცა სასწაულად თბილია გათბობა ახლა ჩავრთე და ის მაქვს ძალიან მოღილი ხელები და ცოტა შემაძი ეხლა მოგიყვეთ მოკლედ მოვიარე რაღაცა სასაჩუქრე რაღაცა ამბები და გადავედი იმაზე რომ შევედი, უნდა მეყიდა ხორცი, რადგან შემეხვია დღესვე ტოლმა და გამეყინა, რადგან არანაირი დრო არ გამაჩნია იმის, რომ მე აქ ტოლმები ვახვიო 31-ში ან 30-ში ღამე. ხო და მეთქი ვიყიდი მაგიტო გამოვიარე, მოკლედ ნაძალადევით რა. შევედი და აღმოჩნდა რომ უკვე საკმაოდ გვიანია და არ ქონდათ ის ნაჭერი, ანუ რბილი, მერე იმის ის არ ქონდათ, ეს არ ქონდა და გამოვედი ხელსარიელი და მოდი მეთქი მაინც უნდა ვიყიდოთ ხო ხორცი ხვალ რა. ხო და ავდგები მეთქი კომპოსტოს ვიყიდი თქო, ვიფიქრე და დღეს ან ხვალ დილით გავთუთქავ. დავალაგე მოკლედ აზრები ვიყიდე მოკლედ ეს ყველაფერი და მივახოხიალებ ამ ტაქსამდე, უბნის ტაქსამდე და ვიღაც ქალბატონების ხდებიან ტაქსში და მეც იმ წუთას მივიდა, ბარემ გაგიყოლებთო და რა თქმა უნდა ყველა გადავიხდიდით, ვინც ხედავს სხვადასხვა ადამიანები. ჩავეკვეხეთ ძლივს ამდენი ბარგით მე და ძლივს სიმწრით გადმომყავს მარიკო ტაქსიდან და სხვა მხრიდან თან და აი ხო ხვდები და ძლივს რომ უნდა წამოჯდე რომ გადმოხვიდე და ერთი წუთით საუბრობ, ვიტყვი ვისი ბრალია დამშვიდი. ხო და ის არის რა ქვია ანუ მარიკო გადადის და ვხედავ რომ მოდის მანქანა ანუ მე ვერ გადავდივარ ვერანაირად პირველი იქიდან ქალბატონის და ვერ გადადის და ნუ მოკლედ და ამასობაში რომ მარიკოს დავეჯაჯგურო რომ შემეშინდა იმიტომ რომ უკანიდან მანქანა მოდიოდა და მარიკო გარბოდა და მე უკვე ისტერიკა დამემართა ჩემი შიშების ამბავი კი მოგეხსენებათ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ფრთხილი ბავშვია ну აი ხო ხვდებით რა დამემართა რა ხო და სანამ ვიკივლე ახლა ამის იმაზე რომ გადმოვხტი ახლა წარმოვიდი ამ ინერცით ამ ხელა იმით გაწყდა ეს ცელოფანი და ვხედავ რომ ჩემი კომპოსტოები მიგორავს აი როგორ მიგორავს იცი ძალიან ბედნიერად მიგორავს ჩემი ისა რა ქვია ფული მიგორავს რა დახარჯული ხო და ну ის შენ ხო ავილეწე მაგაზე ხო და მე მამაჩემს დაუძახე ჩავმაკითხე მეოთხე აიყვანა ეს ბავშვის ბარგი მოკეთ კომპოსტომი და მოვძებნო ხო და როგორც დავინახე ანუ დაახლოებით დავინახე სად შეიძლებოდა რომ აღმოჩენილიყო რა მაგრამ საფუძვლად დგას მანქანა დიდი ალბათობით შეგორდა მანქანის ქვეშ ხო და ვიღაცის არ ვიცი ვისი მანქანა მოკლედ იმ ადგილას არ ვიცი ვისი მანქანა ხო და არც ვიცი ვისი მანქანაა და რა ვუთხრა ხა გამოწი კომპოსტო შემიგო ვერ დავლაგდი მამაჯები დამაწყები კი არ მინდა მე ვთხარის ჩემი კომპოსტო მინდოდა რომ დღეს უნდა გამეთუთქო მაინც დღეს გინდოდა ну აი დღეს მართლა რომ მქონოდა ყველა და არ დამგორებოდა უეჭველი დღესვე გავაკეთებდი იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმეა მაგისი მოთავება მოგეხსენებათ და თან მეზიზღება რა ის პროცესი და მეთქი დღესვე მოვითავებდი და ну რას უკაცრავად ხო დამჩაური პაწაწუნა და დანარჩენი მოკეთ გაქრა და საწავი და არის კი მივედი ხალხო შევიხედე მაგრამ რავი ვერ დავინახე აქედან იქით ყოცა სიღრმეშია და ეხლა გავწვებოდი შუა გზაზე ასე დასრულდა ჩვენი მოკლედ ამბავი კომპოსტოების ვები რო დავიდაღე მიგორავდი და იქით შევიერხი აი შემერხა ტვინი აი მე ხო ბედი არა მაგრამ აი კომპოსტოები დამიკორდა და ხო იცით ჩემი ამბავი ხო და მოკლედ დღეს ну დავასრულოთ მოკლედ ის ამბავი დღეს ის იყო რა ქვია ვიყიდე საჩუქრები არის ორი ქალბატონისთვის განკუთვნილი ხო და მოკლედ მეთქი რა ვიყიდო ამით უხდა ტვინი ხო და ვიყიდე ჩემთვისაც რო ავარჩიე გენი მე მივხვდი რომ ძალიან კარგი იდეა იყო ჩემთვისაც მეყიდა და ჩემთვისაც ვიყიდე სუფთა სახლო მოგმართავ დიდი თხოვნით
ლორიალს აქვს სასწაულის სახის დამატენიანებელი, აი კარაქივით, ნუ აი სასწაული. მაგას რომ ვისვამდი ღამე, ჩემ რძალმა რომ ჩამომიტანა საბერძნეთიდან სუსუთავიდან, ანუ ახლა რო იყო მაშინ არა წინა ჩამოსვლაზე. ნუ აი არ ვიცი უმაგრესი დღემდე მივტირი მაგ იმას რა ქვია. ხო და ყველაფერს დააკლეს ცოტ-ცოტა მაგის გარდა. ვარ ძალიან ნაწყენი. ხომ შეგეძლოთ 1-5%-იანი მასაკლება მაინც გაგეკეთები 10-იანი მაინც ანუ რატო არ აკეთებთ ხალხო? ხო ლორიას ხო ძალიან ბევრი ის აქვს რა ქვია აი მართლა ძალიან ბევრი ფერის და ძალიან ბევრი ანუ ძალიან ბევრი რა ხო და ის არის ჩემთვის საუკეთესო და იმას არასდროს არ აქვს ფასდაკლებ და ისე მეშლება ნერვები აი არ ვიცი რა გითხრათ სიმართლე გითხრათ ვაპირებდი მეთქი მოდი ამას დავაბრუნებ და იმას ვიყიდით ხო მაგრამ აქცია ეწერა და მაგიტო ავიღე ის რა ხა გავახსნევინე იმიტომ რომ ფერი ანუ გარედან მინას მიწახი ფერი ბევრნაირი ფერია და ზუსტად ის კონკრეტული რომ მინდა მე ანუ არ ვიცოდი რომელში იტოტა რო გახსნა და ფასდაკლება ეწერა მოკიდე ხელი ეგრევე მაგრამ ნურაზ უკაცრავად თითქმის 60 ლარი ღირს მოკლედ და იქნებ დაგვდოთ პატივი რამენაირად და ცოტა ფასდაკლება გააკეთოთ ხოლმე იმიტომ რომ იმდენად ძალიან კარგად მუშაობს ეს თქვენი ქსელი რომ ლორიალი იმსახურებს ჩვენთვის ადამიანებისათვის რომ რაღაცნაირად ცოტა ფასდაკლებები გაგვიკეთოთ ხოლმე ვინც ვართ მომხმარებლები ბატონო ხო პირველ რიგში სამწუხარო არის ის რომ უფრო რუსული პროდუქცია მაგრამ ეს აღმოვაჩინე რომ აღარ მქონია ოღონდ რავი მეგონა მქონდა და რატო აღმოჩნდა რომ არ მქონდა არ ვიცი ძალიან ხშირად მეკითხები ბოდნენ ხოლმე რომ რა მესვა სახეზე იმიტომ რომ სასწაულად მქონდა კანი სახეზე მესვა ეს კონკრეტული და ასევე მესვა მზის დამცავი აი რა გამახსნა მზის დამცავი მაქვს აყიდელი მზის დამცავი და ნუ მე ხა მაკიაჟი რაც მიდოდა ან შევა არცაფერი წამისო მაგრამ ზოგადად სასწაულად მქონდა კანი ეხლა მე ისედაც არ მაქვს სიმართლე გითხრათ რაღაცა პრეტენზიული კანი მაგრამ ანუ დატენიანებულს ემჩნევა ხო ხვდებით რა და ძალიან კარგად დატენიანებულს ხო და ეს არის რასაც მე ვიყენებ რავი უკვე დიდი ხანია ამის ფასი ხო არასოდეს არ ჩამოდის ნიშნულზე სიმართლე გითხრათ სუზალაში აქვს ხოლმე აქციები მაგრამ ეხლა რა უნდა მომხდარიყო გაფიცებთ რომ დღეს ეხლა მე მეტრო ნადალადების ტერიტორიიდან წავსულიყავი სუზალაში რომელიც მდებარეობს კინო საქართველოსთან ანუ ტრანსპორტით აი ეგ ხო არ არსებობს სულ 7 ლარი ღირებოდა ახლა ეს თუმცა იქ არის ხოლმე კარგი ფასდაკლებები და სამწუხაროდ ვერ მომიხერხდა იქ და ვერ მიხერხდება იქ რა მიუხედავად იმისა რომ არ არის შორი და რამდენიმე გაჩერებაშია 15 და 70 თუ რაღაც გადავიხატე ამას ვიყენებ რავი ზოგადად ძალიან კარგად და გიждები ამის სუნზე ხო და ვაიმე დედა რატო ვერ ხსნი ორჩა გავიჩი ძალიან მიყვარს მოკლედ და ამიტომ რაღაცეთ არასოდეს არ მენანება ხოლმე ამაში ფულის გადახდა მენანება კი მიხარი ახლა ლამის 16 ლარის გადახდა მაგრამ ნუ ეხა დედაპირს რატო ვიწოვ ხო არის ხო ეხლა რა შეეხება ხო მოკლედ შევისყიდეთ წავიკითხოთ C ვაიმე დედა როგორ მირწყავს შუქი თვალებში დამატენიანებელი კრემ გელი C ვიტამინით ყველა ტიპის კანისათვის ატენიანებს კანს 48 საათის მანძილზე დაიტანეთ სუფთა კანზე მოარიდეთ თვალის არეს მე ზოგადად ხალხო მაქვს ძალიან ცუდი ჩვევა ვერასოდეს ვერ ვარიდებ თვალის არეს და მეერე მაქვს ცრომდენა და უბედურება
მოვარიდეთ არის წარმოებელი გერმანია და ხო თბილისი მოსკოვის გამზირი ბლა 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 მოკლედ ეს არის ვიტამინი C გოგოებო სხვა რაღაცაც იყო ანუ C არ იყო რაღაცა სხვა შედიოდა და გადავწყვიტე რომ ეგ არ მეყიდა იმიტომ რომ ანუ კონკრეტულად C ვიტამინი მინდოდა და C ვიტამინს ზოგადად ისედაც შეგიძლია ხო იყიდო მიმეებით, მაგრამ ანუ რაღაცა ეგ ვერ ვიყიდი, ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს ვერსია ვცადო და ვნახო როგორია. მოიცადეთ ერთ წუთით პორტრეტით რომ ვიღებ არ იმაშება. ანუ ნერვებს რატო მიშლის, ხო? როგორც ხედავთ, არის გელივით, კი არა და გელი, რომელიც ავტესტოთ სუნი, მოიცად კაცო შუქს ავუწი. სუნი. აუ რა კარგი სუნი აქვს. ძალიან მომწონს, რაღა დაგიმალოთ. სუნი კარგი აქვს. მოკლედ. სუნი კარგია. აბა ახლა თუ დაეფარები და ნერვებს არ ამიშლი. ძალიან აგაღაჟღაჟეთ და ოდნავ შუქს დავუწიოთ, თორე გეგონება იქავა რა ქვია. ცოტა წავის. იმ ლორიალს რო ფანტასტიკური სუნი აქვს, ვამბობ ხოლმე თქვენთან. ამასაც კარგი სუნი აქვს. ერთი წუთით გოგოებო. ხო. მოკეთ კრემგელი ვიყიდე 3 ცალი, როგორც ხედავთ, 3 ცალი შევიძინე. რადგან მინდა საჩუქრად. და ვფიქრობ, რომ C ვიტამინი, რა ვიცი, ყველასათვის საჭიროა და თან ეს კონკრეტული ყველა ტიპის კანისათვის არისო, მithnes და ასე რომ როცა გინდა წაისვიო, გინდა დღე, გინდა ღამე, ისეთი ავარჩიე, რომ არ ყოფილიყო ამის პრობლემა, დღე წაისვამ თუ ღამე მოკლედ რა. ხო და ის არის, რა ქვია, კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, რომ უნდა მოეწონოთ წესით ეს ჩემი მცირედი საჩუქარი. და ნახოთ. მე რა შემეხება აგერ ბატონო და დავაკვირდები აუცილებლად კანს. როგორ და რა. ეს ჩემი კანისთვის ძალიან კარგია. თუმცა მზის დამცავს აღარ ვიყენებ, რაც ძალიან ცუდია, ზამთარშიც ძალიან აუცილებელია. და მოკლედ მაქვს, მაგრამ თითქმის ისია უკვე ცოტა არა და რამე მინდა სხვა. ასევე თვალის ირგვლივ წასასმელები მაქვს, თქვენ იცით, მაგრამ არ ვიცი. აი რაღაცა სხვა მინდა რა, აი ანუ კარგები მაქვს, იდეაში კარგია, მაგრამ აი თითქოს კიდე სხვა მინდა რამე რა, აი რაღაცა მინდა, არ ვიცი, მოკლედ. რა მინდა, ოღონდ ვერ გეტყვით. სიყვარული გაჩვენოთ. რამე ხომ არ დაგველია ამით ერთად, მაგრამ ეს ხელის მოკიდების მე ხო მარჯვენათი მიყვარს დაჭერა და ეს არ მეკომფორტულება, მაგრამ ესე შეგვიძლია დავიჭიროთ ხან და ხან. ხო ეს მაჩუქის. ხო და ვაიმე, ეხლა უნდა გითხრათ ხალხო, ეგ დამავიწყდა და რატო დამავიწყდა არ ვიცი. აი, ხო არა რაღაცები გავიწყდება, მაგრამ მე რატომ ავიწყდება ეგეთი რაღაცები, როცა ენამა გადმოგდებული თქვენთან 24/7-ზე. ესე იგი, გოგოებო, ვართ კორპორატიულზე და ძალიან ესე ბედნიერად იწყება საჩუქრების გადაცემის ცერემონია და ვდგავართ, არ დაგავიწყდეთ. დიღომი, საბურთალო, ვაკე და ბაგების ფილიალი, 4 ფილიალი. და გადაცემა მიმდინარეობს და ძალიან ყოლა ძალიან ესე ბედნიერები ვართ. ზოგიერთ მაინც არც ვიცნობთ ხა 4 ფილიალის ხალხი. ერთმანეთს არც ვიცნობთ და ნუ მოკლედ. და ჩემი სანტა ვინც არის, მისის მადოს რო ვახსენებ ხოლმე ძალიან ხშირად თქვენთან.
3 წელია ზედიზედ არის ჩემი სანტა. თუ 4. 3 ბოდიში. 3 წელია ზედიზედ არის ჩემი სანტა და აი ნუ პირველად რო იყო, რა თქმა უნდა, არ მქონდა ხო ისეთი რეაქცია, ხა პირველად იყო. მეორედ რო იყო, აი მე გაშაშენაც ჩემი იყავით და ისე შევხვდი. მესამედ რო ჩემი იყო, ესე დავიშკიდე თქვენ, ხა ჯანუ გისგავდი. და მისის მადოდ გადაიწახის, რომ ის არისო, რა ქვია. მოკლედ, ამ გოგონასო ძალიან უნდოდაო, რომ მისი სანტა ყოფილიყავიო. ხო და ანუ ტვინში არც გამიელვებია, რომ შეიძლება ჩემზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ანუ რა ვიცი ხალხო, რატო უნდა მეფიქრა, ხო? აი ვერ მივხვდი, რატო უნდა მეფიქრა, იმიტომ რომ აი მართლა ყველას ვიფიქრებდი, გარდა იმისა, რომ წელს შეიძლებოდა მისის მათე ჩემი სანტა ყოფილიყო კიდევ რა. აი მაგას ვერ აი რო ეთქვათ, რომ უეჭველი ვიცით, რომ ეგ არის, მე ვეთყოდი, რომ შანსი არ არის, ეგ არ არის თქო რა. ხო და თან რო დაიწყო ხა ესე ტექსტით, რომ ძალიან უნდა მისი სანტა ყოფილიყო. ვიხედები ხა ჩემს საკეთე ვიხვდი და ვინ არის ჩემი სანტა თქო. დედა ეს რა კაკადუსავით. ხო და უცებ დაასრულა წეთა ეს შემომხედა. რატომ მიყურებს მედი რამე ხო არა მაგ სახეც. და გვანცაო რო თქვა. მეთქი. ჰაერი არ მეყო ხალხო ესე ცუდად გავხდი ჰაი ხავს სუნთქავდი ისტერიკა დამემართა. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ 4 წელია ზედიზედ 4 წლის მანძილზე ხვდები მე რა 4 წელი და იმდენად აფექტში ჩავარდი რომ გავიკეცი და გადავმეყვიე და იყო ჯიველხევილი მეთქი აი 4 წელი ვაიმეო ძლივს ვიკავებდიო თავსო რომ არ წამომცდენოდაო ძლივს ვიკავებდი თავსო რომ არ მეთქო რომ კიდე ჟენი სანტა ვარ და ისეთი შოკი მივიღეო ასე დიდი დულაბა იყო მოკლედ და ყველა ფილიალი იღებდა ამ მას ესე მოგრძო ფურცელზე იყო დასტეპლერებული ვერავინ ვერ ნახავდა რომ აი ეჭვის დონეზე რო აიღო რომ ნეტა ხო არ დაინახა ან რაღაც გამორიცხულია შეკრული ლამაზი ბანტი თავის დასტიკერები ანუ ვერანაირად ვერ მიხვდებოდი რომ ვინმე იყო შენი ჩემი არ ქონდა მიუგას მნიშვნელობა სახელი არ ჩანდა მოკლედ გოგოებო და წარმოიდგინეთ 4 წელია და რომ იმას ვქენიო რა ქვია ამოვიღეო რა და რომ გავხსენე გვანცაო რო ეწერა კიდე ცივილაშვილიო აი მე რა დამემართა ვიციო და იმდენად იმაში ვიყავი მეძე ემოციაში და ისეთი გახარებული ვიყავ მეთქი მადო თქო თუ კიდე მე შეგხვდი მეთქი მე-5 წელს ესე იგი რაღაცა ჯერ ეხლა უკვე მგონია რაღაცა ნიშანია და მე-5 წელსაც თუმცა არ ვიცი მე ვთხარი მე ან გვიწყობენ ან აღარ ვიცი ვთხარი რა ვიფიქრო რა და აი მე იმდენი ვიცინეთ მე მაგაზე იმდენი ვიცინეთ და როგორი მართლა ის არის რაღაცა სიმბოლური სასწაული არ ვიცი რა დავარქვა ეხა მაგას რომ ამდენი წელი ჩემი სანტა აი მართლა აი არ ვიცი რა ძალიან გამიხარდა და იმხელა ჟივილხივილი მქონდა ხალხო აი რა გითხოთ კიოდი რესტორანში მიყვა და მგონი მარტო აი მე ძას ის იყო რა ქვია მოულოდნელი იყო იმიტომ რომ ხა მართლა სიმართლე ვიტყოდ აღარ ველოდი თუ ჩემი აი ანუ რა ვერ დავუშვი რაღაცნაირ ხო რომ ნეტა კიდე მე ხო არა მოუვედი ანუ აი გრეც კი არ მიფიქრია ხო ხვდებით რა რომ აი ესე ანუ არ მიფიქრია ვერც ვიფიქრე ხო და თუორმეზად ბანაო შვილო შენ ახარ ისევ და რომ დაიწყო რომ ძალიან უნდოდაო ამ გოგონას რომ მისი სანტა ყოფილიყავიო ანუ ჩემი იმდენჯერ იყო რომ მინდა განა არ მინდა მაგრამ ანუ აღარ ვიფიქრია ხო ხვდებით და ესე რომ დაიწყო ვიფიქრე ხო ვიღაცა სხვაზე იყოს რო შემომხედ ფაიბერა დამემართა აი ეგ უნდა გენახათ შუქში ჩავარდი ღმერთმა ხალხო ყველას მოგცეს სასიხარულო ყველაფერი სასიხარულო ამბები აი ნახეთ ვიღაცისთვის ხო რაღაც შეება ისეთი იყოს აი ჩემთვის ელემენტარული აი ესეც კი რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა მაგას ისეთი მნიშვნელოვანია ისეთი ამაღელვებელია ჩემთვის მსგავსი რაღაცეები ეწოდით
ხო და ანუ ძალიან მაბედნიერებს საერთოდ ყურადღება ზოგადად და არ აქვს მნიშვნელობა ხახოთ მის საჭირს რომ მომიტანოს ვიმემ და აი ელემენტარული რომ აი რა გითხრათ არ ვიცი ხო ხვდებით რა ყველაფერი მაბედნიერებს მე ვარ ადამიანი ვინც ძალიან ემოციურია ვინც ძალიან მძაფრად ახიქვამს ძალიან ბევრ დეტალს ყველა დეტალს აღარ იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა დავწიე ემოციები. მარიკო შენ ისინი ჩაიცვი და ფეხზე თუ შეიძლება. დედიკო ნახე გაიხედე მიდი თუ შეიძლება მიაგენი შენ თვითონ. აი ეგენი ჩაიცვი ფეხზე და გაიხადე. და ამიტომ რატო არ იცმევდე? არ გინდა ისინი? აბა რა გინდა საყვარელი? რა გინდა აბა და მითხარი? მოდი მერე და გიქოთ მოუარი უთხარი მოდი ჩემო სიყვარულო მოდი დეის გოგო მოდი დეის სიყვარულო მოდი ჩემი გოგო ვაიმე შენ იცი როგორ მოენატრე ჩემს აუდიტორიას დე ჩემი გოგო ვაიმე ჩემი სასწაული ხარ დე საყვარელო მიესალმე დე გამარჯობა საიმი რო ქონდა მოყევი? საიმი მქონდა. თუ მოგიყვათ ეგ ამბავი, ხო? და არ ვიცი როდის მქონდა. გავიდა დე უკვე. დიდი დრო არა, ახლა ხანს მქონდა საყვარელი. ცოტა ხანს როცა თოლის ბაბუ მოვიდა? ხო დე. მოგეწონა შენი საჩუქარი თოლის პაპამ რომ მოგიტანა, ხო? ძალიან მაგრამ. ძალიან დე. ლს ნუტოვებ, ძალიან არა დე, ძალიან, თქვი? ძალიან მომეწონა. ვაიმე, ღმერთო ეს ვინ ყავს? ეს ვინ არის? ეს არის აი არ ვიცი. ხო არის რომ რაღაცა იცი, აი მე არ ვიცი ეს მაგალითად რამხელა იმას მაძლევს ცხოვრებაში ფეხზე დგომის უდიდეს мотиваციას. ყველა დედა ასია განარამე განსხვავებულს ვამბობ ხალხო უბრალოდ ჩემ ემოციას გიზიარებ რა. დევანა ხო მაყურებლებს რამხელა ვარ. დედიკო რა თქმა უნდა მოდი აჩვენე პორტრეტით რომ ვიღებ უკანა ფონი კარგად არჩევს. კი დე აბარა დე დაჭექი ციციბურა მიერთვი ჩემი გოგო დაჭექი ციციბურა. გუშინ დავუკეთე და მოდი და რადგან ციციბურა ძალიან უყვარს, ამიტომ შევუნახე და დღესაც რომ მოვედით გავუთბე. დაჭექი ჩემი გოგო აქ სიყვარულო, დაჭექი ჩემი ლამაზი. ყველა დედიკო ნელა. თქვენ ძალიან მიყავს ჩემი. დაიწყე შენ თვითონ მირთმევა დედიკოს მითდე. მიდი ჩემი. რა თანთალებს შუჭკუდან არ ამც. თან რა უნდა ითანთალოს რაღაც. აი ნახეთ ელემენტარული ციციბურაში რა უნდა ითანთალოს, მაგრამ თანთალებს რო არ უნდა მეჭამ. მიდი ჩემი სიყვარული დაიწყე. ხო და ეგ არის რა ძალიან ბევრი ის მაქვს რაღაცები ბატონო. რაღაცა შოშია კარაკი და. კარაკი არ არის სიყვარულო. აბა რა არის? ყველი იყო დედიკო ცოტა. აი არ მიყვარს. აღარ არის, всё, გავწიე. ეს რა არის ხალხო მიშველი. გაჭამოს დედიკომდე. ძალიან ბევრი რაღაცები მინდოდა გამეკეთებინა და მინდა უბრალოდ ხო და არ ვიცი რას ვეცე, საიდან ვეცე, როდის ვეცე. რაღაცა გეგმები მაქვს, უკეთ არ ვიცი რა, საჩუქრების გეგმები მაქვს უბრალოდ და გოგოებო ვერანაირად ვერ დავალაგე. როდის უნდა ვქნე ყველაფერი. საწუხაროდ ვერ დავალაგე. მოდიდე. ხო და აი არ ვიცი როდის წავიდე სადილებზე ვიარო იგვიარო ვერ გამოდის ბავშვით ძალიან მიჭირს ამ სიცივეში ძალიან მიჭირს მაგრამ ბების მოგვარება ამიტომ არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი მე ერთი დედიკოს ორი ყოშინი კარგი რა დედიკო რა ეგ უკვე არის მიზეზები მოდიდე გააღეპირით თუ შეიძლება
შენ დღეს ნაგეცები არ მიირთვი ბაღში დედიკო? არა. მაშინ წიწიბურა უნდა მივირთვათ, ხო ჩემო ლამაზოდე? რა გინდა კნა? არ უნდა მორჩა წერტილი. მოკლედ, ჩემი მეგობრები საჩუქრები კიდევ ჩვენთან არის სახლში და რავი, ალბათ ჩემს დაბადების დღეზე რომ მოვლენ მაშინ იმას იზავენ თუ მოვლენ და იცლებათ და თუ მოახერხებენ და ნუ ზოგადად ჩემს დაბადების დღეზე რაც იდეები მაქვს და არ ვიცი, მოკლედ თუ განვახორციელე, რამდენად მოვაბავ თავს, იმიტომ რომ ცოტა დროის რა სად მიდიხარ შენ? დროის გამო ცოტა ვიჭრები მაგ რაღაცეებში, მაგრამ არის რაღაცა თითქოს მინდა რა რომ გავაკეთო და ვერ ჩამოვყალიბდი. თქვენც კი კითხეთ რჩევა, მაგრამ დიდად თქვენც ვერ იმას ქენით რა ქვია, ვერ გამიზიარეთ საჭება წავიდე. დედიკო, ასე ნუშვები, არ მომწონს მე მსგავსი ქცევები დე. რო წაიქცევი, ხო? და არ ტყავ თავს და მინდა ეგ. ახო და მოკლედ არ ვიცი რა იქამდე ხარ დიდროა სიმართლე გითხრათ. მაგრამ კარგი ის არის რომ ცოტა შოტამ და ბევრს დავტოვე. კარგი ის არის რომ პირველი კვირა რომ ვიმუშავებ, გადაწყდა ისე რომ მეორე კვირა ვისვენებ. მე პირველი კვირა ვიმუშავებ, მეორე კვირა დავისვენებ და ანუ კარგი არა, აშკარად მჭირდება დასვენება, არაფერს არ დავეცებ დასვენებამდე. ორი კვირით მინდოდა, მაგრამ ორი კვირით ვერ გამოდის და ერთი კვირით მაინც ყველა ვარიანტი დავისვენო. ნახოთ რა როგორი იქნება სიტუაცია, იმის მიხედვით რამდენიმე დღე მაინც ყოველ შემთხვევაში მესაჭიროება დასვენება და მერე ძალიან ხშირად ჩაგერთვებით ხოლმე ლაივში. იმიტომ რომ ლაივი ძალიან კარგად აცნობს მეტად საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას, თავის ვლოგებს და ყველაფერს მოკლედ რა, შენს პერსონას ხო და მარიკო მოდი დედაკაცი და წიწიბურა. ხო და ეს აშკარად მჭირდება და აშკარად სჭირდება ჩემს არხს. ხო და მერე ვიჭორავთ ერთად ძალიან დიდი ხანი, აი მართლა, ბოლოს მართლა არ მახსოვს, როდის ჩავშთე ლაივი, აი ხო არის რომ მახსოვს თქვა როდის გადავიღე ვლოგი ადრა, აი ეგო საერთოდ არ მახსოვს. ზაფხული იყო, აი ზუსტად არ ვიცი რა, ხო და მიხარია ძალიან. რა თქმა უნდა, მე საღამო საათებში ვერ ჩავშთა, მაგრამ ჩავშთავ შუადღეს, არა უშავს, როცა იქნება. მაშინ ჩავშთავ, სხვაგზა არ არის. შუადღე მაინც, რა თქმა უნდა, შუადღეს არ არის ისე მაყურებელ და ვერ გიყვარს ხალხს დაკავებული და მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცებზე ვიჭორავთ. ასე რომ მშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. თქვენი გვანსა. უტყუნებს ეს ხევი.